თუ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, საერთოდ როგორ აპირებენ მაშინ ეს რევოლუციას ვერ გაჩავენ და საბოლოოდ რა შეიძლება აქედან მოხდეს? მე ვერ ხვდები. თუ რავი პოლიტიკური პარტია ხარ და პოლიტიკაში გინდა, მართლა არსებობს რა ვიცი ორი გზა, ერთი კონსტიტუციური, მეორე არაკონსტიტუციური. კონსტიტუციური გზა არის რომ რა ვიცი არჩევნებში ან ყოველში იმ თავრობის პირობებში რომელიც წყავს იღებ მონაწილეობას რაღაც ჩეჯიბში, თუ არ მონაწილეობ და უარს აცხადებ ამ კონსტიტუციურ გზაზე, მაშინ გულწრფელად და საჯაროდ უნდა გამოაცხადო როგორი არაკონსტიტუციური გზა მიგაჩნია. ანუ მე უბრალოდ პრობლემას იმაში კი ვერ ხედავ, რომ გზა არაკონსტიტუციური იყოს. თუ საფუძველი გაქვს, გზა ნამდვილად უნდა იყოს არაკონსტიტუციური. აი წარმოიდგინეთ, რომ რუსები რო შემოვიდნენ, თავრობა რო დაგვიკომპლექტოდნენ რა. ხო უნდა რაღაცნაირად შეეცადო, რომ თუნდაც არაკონსტიტუციური გზით გააგდო და რაღაც ლეგიტიმური ხალხი მოიყვანო. თუ შენ იძახი რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, მაშინ ღიად და საჯაროდ უნდა თქვა, რომ ამ ხალხთან საერთოდ აგერ ლაპარაკის არ შეიძლება. ჯარიმებს არ უნდა უხდიდე, რაღაც უცნაურ თამაშებში არ უნდა შედიოდე. ანუ მაშინ ისეთი რამე უნდა დაგეგმო, რომელიცაც თუნდაც კონსტიტუციის მიღმა ამ ხელისუფლებას იცილებ, ესეთი რამე საჯაროდ განცხადება გეგმა უნდა გქონდა, გეგმა რო ლაპარაკობდნენ, რა გეგმა ეს უნდა იყოს, რომ არაკონსტიტუციური გზით როგორ ვიცილებ ხელისუფლებას და ეს გეგმა უნდა ხორციელდებოდეს რა. თუ არა და რავი, აქ პირიქით ხდება, როგორ მარტივად გავამარჯვებინოთ ხელისუფლებას, თან ისე, რომ აი ეს ერთმანეთის ლანძღვაგინების და კგბ-ს აგენტების და რუსოს და ასე შემდეგ ეს ძახილი არ მოვრჩეთ. ამიტომ ვგონია, რომ აქ რაღაცა არარაციონალური მდგომარეობაა. ამიტომ ვგონია, რომ ან მოსყიდულები არიან, ან გონება შეზღუდულები არიან. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ ყველა ვარიანტში ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. პირიქით ესენი თუ უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ მით უმეტეს მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ოპოზიციასთან ერთად ბიძინასთვის მოგება მე პირადად წარმოუდგენელი მგონია. ანუ ბიძინა სტრატეგია არის, რომ მე შეიძლება კარგი და რაღაც ფუმფულა და ასეთი და ისეთი არ ვარ, მაგრამ აი ნახეთ ეს რა ხალხია. და ეს სტრატეგია მუშაობს მთელი 12 წლის განმავლობაში. და ანუ აგრძელებს მუშაობას და ყველაფერს აკეთებენ აქეთ ხარეს, რომ ამ სტრატეგიამ იმუშაოს. ეხლა ლაპარაკობენ იმაზე, რომ მოდიო მერის პოსტიც კოცებს ჩავაბაროთო. ანუ თბილისის მერის, ანუ ეს ყველაფერი გამოიყურება ისე, რომ მოდი როგორ მოვახერხოთ ისე, რომ კოცებს არ გაუჭირდეთ თბილისის მერის პოზიციის მოგება. რატო იძახი უარს, რატო აბარებ, როგორც 61 დეპუტატის მანდატი ჩააბარე კოცებს? რატო უნდა ჩააბარო თბილისში მერობის მერის პოსტი კოცებს მაშინ, როდესაც იცი, რომ თბილისში უგებ არჩევნებს უბრძოლველად გადაგიო, იმ შანსსაც კი არ იტოვებ, რომ რამე მოხდეს. ეხლა ამ გზას ადგანან, რომ მოდი გადავულოცოთო კოცებს, ნეტა რამდენი აქვს კოცებს გადახტილი ამ საქმეში და აი ვინ არის, ასე თქვათ, ვინ არის, ანუ აქ მთელი კითხვა რაში მდგომარეობს, რომ ვინ არის მოსყიდული და ვინ არის სასარგებლო იდიოტი. ანუ სასარგებლო იდიოტების ნაკლებობას რო არ განვიცდით, სასარგებლო იდიოტების ნაკლებობას ჩვენი საზოგადოება არ განვიცდის, კი ბატონო. მაგრამ აი ფულს ვინ იღებს ამაში, ეს ყოველთვის რთული დასადგენია.